გამარჯობა, თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს, ამჯერად გიერთდებით ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ შემთხვევა დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით ვიცით, რომ თხრილში, რომლებიც ამ დროისთვის გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში. შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ. თქვენ კადრში ხედავთ რომ ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. აქ იმყოფებიან ოცნების ქალაქში მცხოვრებლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოვიდნენ მომხდარი შემთხვევიდან. პირველადი ინფორმაციით ვიცით, რომ ორი ბავშვი ჩავარდა ამ თხრილში და ისინი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ერთ-ერთი მათგანი არის კლინიკა მედინაში, მეორე კი ბავშვთა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ამ ბავშვების მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული. ადგილზე, როგორც აქ მყოფები ამბობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვიდა დაგვიანებით, უпростоრად ცოტა დიდი დრო დაჭირდა, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ამიტომ უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხელით წაიყვანეს კლინიკებში. მოდით მოვისმინოთ უკვე აქ მცხოვრებლებს. შემეღობენ. ამათი დაწესებულებაა. როგორც ტრაქტორები შემეიყვანეს, ისე ნახოთ. პირველი მე ვაგეზი საფუძე გადავარჩევ. აი ერთ-ერთი მცხოვრები უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზე, რომ სამშენებლო მოედანი არ იყო შემოყოფილი და ამ სამშენებლო მოედანზე ბავშვები გადაადგილდებოდნენ უპრობლემოდ და სწორედ ეს შემთხვევა უკავშირდება ამ გარემოებას. ჯერჯერობით პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს, ეს ორი ბავშვი გადაყვანილი არის სამედიცინო დაწესებულებაში და მათი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ტრაქტორები აქ დაიყვანო. ამათი ოცნება გახსნება რა არის ის? ოცნება ის არის, რომ შვილი პედიატრი ეყოლება. ოცნება ის არის, რომ შვილი მოგიგდება ორმოში. და დაჩნობეთე. და განარი ოცნება. ოდა გააჯუან აქიდან. თავიანთი თავრობიან აი გააჯუან. ამათი და შევეცინე. ბანაკები იქნება. როგორ ცხოვრობთ ხომლამადა. ამ ფერი ხდებოდა. ასე ხდებოდა, ბანაკები ცხოვრე, ასეთი ხდებოდა. არ ხდებოდა. ოდა ხუიქნა წავიდე. ჩვენ ხალხი მივხედავ ჩვენ თავს. როგორ ცხოვრობდით, როგორ ბანაკები გქონდა და როგორ გემრიელი აუ გარჩერა. აგენ ამოვდა აგე. აი სამაი პული მიოდი დაიღო და გქვა. ოჩორე გას ტრაქტორები აქიდა. ვინც თუ ხარ ხებს ღვანელი აკა. ოჩორე. სანამ დამოუთხარ და გადავწვი. არა მოვთხოვთ პასუხს. ტრაქტორმა რადგიშავა. ოჩორე და ტრაქტორები აქიდა. სანამ გადავწვით მათი ტრაქტორები მოაჩორეს აქიდა. ახლა ნახო იქენი აქიდა. ჩვენ მივხედავ. დაიტები ხედეთ ბიჭო თქვენ იმ ლამაზ ოცნებას. და ოცნებით, ეს ოცნება არ არის. ბაღანა რო კდება. ჯალცრომეძებს და ბაღანა რო კდება. ეს ოცნება აღარ არის. თქვენი დედა შევეცინე. ტრაქტორები ნახო იქენი აქიდა. პირველი ვარ გაუბრები 20 ლიტრიან ბენზინი მომაგვასხა. როს გიქვა. სანამ მიცვალებულებია თავი ვიყვანე. როცა გაჩერით აქიდა. არა ჩავთავზე მასწავლა. დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ოცნების ქალაქში, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები თხრილში ჩავარდნენ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით ვიცით, რომ არის კრიტიკული და ისინი არიან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულები.
აქ ვითარება ახლა არის ასეთი, თქვენ ხედავთ, რომ ოჯახის წევრები, მათ შორის აქ შეკრებილი ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქ აშენებს კორპუსებს და ამ კორპუსებისთვის მოსამზადებელი ტერიტორია არის თხრილებით სავსე და ეს ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და სწორედ ამ ტერიტორიაზე ბავშვები გადაადგილდებოდნენ უპრობლემოდ და სწორედ მიზეზი გახდა ეს ყველაფერი იმისა, რომ ამ თხრილში ჩავარდა 2 ბავშვი. ოგი სამუშაოზე მივდივარ. უკმაყური შოუბერში ბიჭო. ბაღანას 24 წლად სახში მოდიხარ და ბაღანა კიდარი ხდება. რისთვის? აშენებენ, მომავალდაში გიქვიდან ოცნება. Ani ოცნება მოუხდა თქვენი ბეჭდა მოუხდა. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზე, რომ ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული, დაცული არ იყო და სწორედ ამ თხრილებში ჩავარდა 2 მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე არის პირველად ინფორმაციით კრიტიკული. ისინი მოთავსებულები არიან 2 სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკა მედიცინაში, მედინაში უფრო სწორად, ასევე ბავშვთა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და პოლიციელები. ჩვენ გვიჭირს ემოციური ფონიდან გამომდინარე, გვიჭირს რომ ამ თემაზე აქ მცხოვრებლებს აზრი ვკითხოთ, რადგან მათი მდგომარეობა ახლა არის ასეთი, ისინი განიცდიან ამ ფაქტის გამო, მომხდარის გამო არიან ასე ვთქვათ რთულ მდგომარეობაში და რთული არის მათ ვკითხოთ აზრის გამოხატვა. ამდენი ხალხი მომწარებულა და მისი ტრაქტორისტები ვისა. ისი ქონი. აი, სავარაუდოდ ეს არის ის ტერიტორია, სადაც 2 მოზარდი ჩავარდა თხრილში და ისინი ამ დროისთვის არიან სამედიცინო დაწესებულებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში და ექიმები ცდილობენ ამ 2 მოზარდის გადარჩენას. თანდათან აქ ადამიანთა რაოდენობა იზრდება. ისინი ხმაურით გამოხატავენ პროტესტს და ამბობენ, რომ ძიმე ტექნიკა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს კომპანიამ ამ ტერიტორიიდან, რადგან ამ შემთხვევის შემდგომ ისინი მშენებლობის პროცესის განახლებას არ დაუშვებენ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქში, სადაც ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ, 1 კვირის წინ დაანონსა ახალი კორპუსების მშენებლობის პროცესი. ამ ტერიტორიაზე მოიყვანეს მძიმე ტექნიკა, გადაითხარა ტერიტორია, რის გამოც გაჩნდა ადგილზე ღრმულები, ასე ვთქვათ, თხრილები და სწორედ ამ 2 თხრილში ჩავარდა, უბრალოდ ამ თხრილში ჩავარდა 2 მოზარდი, რომელთა მდგომარეობა მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოსულან, შესაბამისად აქ არის განცდა იმისა, რომ ხელისუფლება დროულად არ რეაგირებს მომხდარზე. თქვენ ცოტა ხნის წინ უსმენთ ერთ-ერთი ადგილობრივის ემოციურ სიტყვას და ის ამბობდა, რომ არ დაუშვებს აქ უკვე ძიმე ტექნიკის გადაადგილებას და ის დაუყოვნებლივ ვითხოვს აქედან ძიმე ტექნიკის გაყვანას და ამბობს, რომ მშენებლობის პროცესს ისინი აღარ დაუშვებენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს თუ რა პროცესი არის? ეს არის ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ მოხდა შემთხვევა. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ექსპერტ კრიმინალისტები უკვე შევიდნენ ტერიტორიაზე და მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. პირველად ინფორმაციით ვიცით, რომ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივებმა გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მანქანა, როგორც აქ ამბობენ, დროულად არ მოვიდა, სწორედ ამიტომ თვითდინებით შეიყვანეს ისინი სამედიცინო დაწესებულებაში და ექიმები ახლა უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვების გადარჩენას ცდილობენ. მე ახლა შემიძლია ერთ-ერთ ადგილობრივს გავესაუბრო. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ და მოგვიყვეთ რა ხდებოდა ადგილზე შემთხვევისას. ძიმე ტექნიკა ამზადებდა ტერიტორიას მშენებლობისთვის, საუბედუროდ, ალბათ ამ დიდი უბედურებისთვის და ტერიტორია არ არის დღემდე შემოკავებული, როცა გვერდით ასობით ოჯახი ცხოვრობს, პატარა მცირეწლოვანი ბავშვები და მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც აქ მოხდა. ყველა თავრობის წარმომადგენლებმაც, ვინც ამას ტერიტორიას წმინდავდა, იმ სამსახურმაც, ვინც იცავდა ტერიტორიას და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. როდესაც კაფსულის ჩაგდება და იგეგმებოდა, იმ ღამეს ჯებირებით აკავებდნენ ტერიტორიას და ერთის მხრივ კარგი იყო, რომ მთელი ტერიტორია იქნებოდა შემოღობილი, თუმცა მეორე დღეს ის ჯებირები მოხდეს და წაიღეს. და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, წარმოუდგენელი უბედურება და წარმოუდგენელი ტკივილი. ეს ბავშვები არიან დაბადებული და აქ გაზრდილი. რამდენი ასაკის მათი ასაკით? და ორივე თხილში იყო ჩავარდილი, ხო? და ტერიტორია რატომ არ არის შემოსაზღვრული? მანამდე ადგილობრივებს არ ქონდათ ამის შესახებ მოთხოვნა, თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია? როგორ ვთქვით, ყველას ქონდა მოთხოვნა, რომ უსაფრთხოდან ნაგავისგან გაწილიყო, მაგრამ ყველა სამსახური და სამინისტრო ჩართული იყო ამ ტერიტორიის გასაწმენდად და იმისთვის, რომ სამუშაო საქმიანობა ყოფილიყო შემოკავებულ ტერიტორიაში, თუნდაც დემონტაჟის პროცესი. თუმცა ხედავთ ფაქტის წინაშე რაც მოხდა. რამოდენიმე დღის უკან აქ კაფსულა ჩააგდეს მშენებლობისთვის. ახლა გავს ეს ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა წარიმართოს. ფაქტობრივად 1 მეტრი მიწა არ არის ეს. აგრეთვე შემოკავებული. რომ როცა უსაფრთხოების ნორმებს არიცავს, თქვათ, მშენებლობა დაეკისრება ყველა იმ წარმომადგენელ ადამიანს, ვინც ხელისუფლებაში აღელვებული ვარ და მაპატიეთ. პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ვინც დემონტაჟს ახორციელებდა ქალაქის მერიას, ყველა უწყებას, აბსოლუტურად ყველა უწყებას. და გაქვთ ინფორმაცია ბავშვების ბოლო ინფორმაცია რა მდგომარეობაში არიან? ვიცით რომ უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს კლინიკაში. მე არ შემიძლია ამაზე გავაკეთო კომენტარი, იმიტომ რომ მე ვერ გაუსწრებ მოვლენებს სამომწყოფო გასაგებია, მადლობა. ადგილობრივმა მოგვეწოდა ინფორმაცია ფაქტობრივად იმის შესახებ თუ რა ხდებოდა აქ ადგილზე. ვიცით რომ სამშენებლო ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული, შესაბამისად ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. ტერიტორია, ვინაიდან სამშენებლო მოედანი არის ძიმე ტექნიკა მობილიზებული, აქ არის თხრილები და სწორედ ამ თხრილებში ჩავარდა ორი ბავშვი, რომელთა მდგომარეობა პირველად ინფორმაციით არის კრიტიკულად მძიმე და ექიმები ცდილობენ ამ ორი ბავშვის გადარჩენას.
ერთი ვინმე მაშენოსა ქანი რაღაცა ერთი ხოხი დაგესაფერდა იყრება ხალხი პოლიცია ასე მივთამდა და მიძრავდა და აგერ არიან ხალხი და იბაღანა დადედა ის მოკლა კითხვაში აბუნე ღმერთი გაგახარებ 4 ჯერ მე პოლიციაში დავრეკე 4 ჯერ პოლიციაში დავრეკე სასტრაფოში დავრეკე და ბაღანა რომ თუ ასე ბოდიში და თავი გადააგდო მაშინ პოლიციამ დაახტა და იმაშიც იყო ნავტომსი სამანტყოფოში აქამდე სად იყო რომ ბაღანარს რომ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ მანამდე მაშინაზე არც იყვანა მაშინაზე არც იყვანა და როცა ბაღანამ თავი გადააგდო და მოკვდა ხო მაშინ დაახტა და ეს ვალის მოხდის მიზნიც იყვანა რისთვის იყვანა რაზეც იყვანა მაშინ ბავშვმა რომ ადგილზე მოკვდა მე რო თქვას რომ სამონტყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა აქ თავე რომ ვინმე ერთი ოთახი არ ჩადგასდეთ მეტად თქვენ იყავით ბატონო ის როცა დაინახეთ ეს ბავშვები შეგიძლიათ გითხრათ კი ვიყავი რა დაინახეთ რა დავინახეთ და ბავშვი რომ მოკვდა დავინახე ჩემ ხელში მოკვდა ბავშვი ხელში იყვნენ ჩავარდნილები ეს ამოყვანილი ყავდა ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ პოლიციაზე იგი ჩემთან ერთად იყვნენ უყურებდნენ რომ ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ და მოკვდა ბავშვმა და სასწრაფოს დაურეკე მე თვითონ 4 ჯერ დაურეკე და სასწრაფო არ იყო მოსული ბავშვმა რომ თავი გადააგდო პოლიცია მაშინ აიყვანა და წაიყვანა სამონტყოფოში ანუ სამონტყოფოში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს ეს ბავშვები ხო ბავშვი ადგილზე მოკვდა რომ გადაიყვანეს ბავშვი უკვე მკვდარი იყო რომ გადაიყვანეს ჩვენ ამის შესახებ არ ქონდა ინფორმაცია დაზუსტებული ამიტომ ბოდიშ გიხდით თუ ასეთ კითხვებს ვსვამთ ახლა და ეს ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული ხომ სამშენებლო მოედანი უკეთ ხედავთ აქ სადმე შემოღობილს თქვენ ხედავთ აქ შემოღობილს თქვენ თვითონ ხედავთ შემოღობილ ტერიტორიას არა ხო ლენტია ბავშვი რომ მოკვდა მაშინ შემოღობილს ლენტით პოლიცია მევიდა და თავიანთი ლენტი მათ შემოარტყეს გასაგებია მადლობა ქალბატონო აი ტერიტორიის შემოსაზღვრა თუ მოითხოვეთ თქვენ აქ როცა დაიწყო სამშენებლო და მას მოთხოვნა და თქმა და ის არიციან რომ ასე მოხდებოდა ჩვენი მოთხოვნა რაშია სადი რომ როცა მათ მშენებლობას იწყებთ ხო ეს უსაფრთხოება ხო ყველა მშენებლობის ვალია რომ ჯერ უსაფრთხოება უნდა დაიწყოთ და მერე მშენებლობა უნდა დაიწყონ აგენმა ხო ჯერ მშენებლობა დაიწყეს და ალბათ მერე უსაფრთხოებასაც დაიცავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგრამ ჯერჯერობით უსაფრთხოება დაცული არა უსაფრთხოება რო დაცული არა იმიტომ მოხდა ასეთი ინციდენტი შეიძლებაც რომ გადარჩენილიყო ბავშვი ნამდვილი თქვენ გქონდათ მითითება ვინმეს მიმართ რომ აი ტერიტორიის შემოსაზღვრას ითხოვდით უსაფრთხოებისგან გამომდინარე რატო უნდა გქონდეს ბატონო მითითება როდესაც მოდის და აშენებს მშენებარე ეს მისი ვალია რომ შემოღობოს სადაც რომ აკეთებს რაღაცას ხო დაიწყეს მუშაობა და მერე ის უნდა შემოღობონ და არც ის არ უცით თუ შემოღობავენ აქ რო ერთი ქოხი ჩავდგათ და მერწმუნე ხო მთელი მთავრობა ფეხზე დაგვადგება ეხლა რას ვაკეთებთ პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? ჩემი იქნება, სხვისი იქნება, ისიც დამეწובה, ხო? გინდა თქვენი იყოს, ხო? რატო უნდა მომხდარიყო ესეთი რაღაცა? ვინ აგებს პასუხს? გარდა ამ შემთხვევისა ალბათ აქ ბავშვების უსაფრთხოება არ სხვა დროს იყო დაცული, ხო? იმიტომ რომ ტერიტორია ეს დროს მაგ თემასთან დაკავშირებით წლების მანძილზე მეც ხო ყოველთვის პრობლემა მქონდა და ყოველთვის საყვედურობდი ხალხს რომ უნდა დაახუროთ თავი მეთქი. მათ შორის მახსოვს მეს ახალ კორპუსებთან კანალიზაცია იყო გადმოსული, იყო გუბეები და ვითხოვდით. ეხლაც ეგ არის, ვითხოვთ, მაგრამ ვინმე გვაქცევს ყურადღებას? არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ახლა რა ვითარებაში მოხდა? ესეთი ვითარება ქალბატონო ორი ბავშვი გარდაგვეცვალა ხო ესეთ რაღაცა მოხდა მაგრამ როდესაც აშენებდნენ აქაურობას მეორე ეტაპს ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს მაგრამ უნდა დაეთვალიერებინათ მთელი პერიმეტრი უნდა გაეკონტროლებიათ და უსაფრთხოება უნდა დაეცვათ რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი თქვენი იქნებათ ჩემი იქნება კიდე ერთხელ გიმეორებთ ხო ისიც დამეწვებოდა არ უნდა მომხდარიყო აქ დაცვაც არის და მე მაგალითად მიკვის რომ როგორ მოხდა ეგეთ რაღაცა მაგრამ აქ რო თქვენ წარმოიდგინეთ აქაურობა დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება ყოფილიყო შეიძლებაც და რომ მაგ ბავშვებს ხო არ გაევლოთ იქ არ გაევლოთ და არ მომხდარიყო ესეთი რაღაცა
გასაგებია, მადლობა. საინტერესო დეტალი თქვა, რომ გარდა იმისა, რომ ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული, აქ არის დაცვის სამსახური, თუმცა როგორც ჩანს, დაცვის სამსახურმა ბავშვები ვერ შენიშნა, ან არ იყო აქ დაცვის სამსახური ადგილზე და მოხდა ის შემთხვევა, რაც მოხდა. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ბავშვები ტერიტორიიდან ფაქტობრივად გაიყვანეს უგონო მდგომარეობაში, გარდაცვლილები, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია, რადგან სამედიცინო დაწესებულებიდან ოფიციალური განმარტება ამ თემაზე ჯერჯერობით არ გვაქვს. პირველად ინფორმაციით ვიცით, რომ ამ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და ექიმები ხელოვნური სუნთქვის ჩატარების და ასევე შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების გზით ცდილობენ ორი მოზარდის გადარჩენას. უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიაზე არის არაერთი მოქალაქე შეკრებილი, თუმცა ჯერჯერობით აქ ვერ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აქ არ არიან ჯანდაცვისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სხვათა შორის ხალხი ითხოვდა ხელისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლება აქ ადგილზე არ არის მოსული. ხალხი კი ითხოვს სამშენებლო მოედნიდან ტექნიკის გაყვანას და მშენებლობის პროცესის შეჩერებას, ამბობენ იმას, რომ ისინი მშენებლობის განახლებას არ დაუშვებენ, რადგან ეს ფაქტი უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს ამ ფაქტმა და ყველა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რადგან ამ ყველაფერს მოჰყვა ძალიან სავალალო და ტრაგიკული შემთხვევა. ასეთი არის ახლა ვითარება ადგილზე, ჯერჯერობით განახლებულია ინფორმაცია არა გვაქვს, განმეორდები კიდევ ერთხელ და გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა შემთხვევა. თხრილში ამ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს და ამ თხრილში ჩავარდა 2 მოზარდი და ისინი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, მოვიდა დაგვიანებით და უკვე ბავშვები თვითდინების მეთოდით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი არის მოთავსებული კლინიკა მედინაში, ხოლო მეორე იაშვილის სახელობის ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში და პირველადი ინფორმაციით ვიცით, რომ ბავშვების მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიაზე არის ზუსტად ასეთი თხრილები. თქვენ კადრში ხედავთ, ახლა შემთხვევით დავინახე მეც ეს თხრილი, თქვენ ხედავთ, რომ ეს ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივად შეიძლება, რომ გადაადგილდე და შესაძლოა ბავშვებმა თამაშის დროს ვერ შეამჩნეს ასეთი თხრილები, ღრმულები და ამ თხრილებში ჩავარდნენ, რომელშიც სავარაუდოდ იყო წყალი და დროულად ამოსვლა ვერ შეძლეს მოზარდებმა. ეს არის ის ადგილი, ის ტერიტორია, სადაც ბავშვები ჩაცივდნენ. თქვენ ადგილზე ხედავთ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საგამოძიებო პროცედურების ჩატარება. ტერიტორიაზე ხალხის ნაკადი თანდათან იზრდება. აქ მოსული ადამიანები შეშფოთებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და ითხოვენ ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანას, სამშენებლო პროცესის შეჩერებას და ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილზე მოსვლას. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას, რეგიონის მთავრობას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ამბობენ, რომ მათი პასუხისმგებლობა არის მომხდარი და ამაზე უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება ამ პროცესში. მაშინ რატო ხობავენ? ხარიბაშვილი მოდის, რიჯვაძე მოდის. რატო ხობავენ მაშინ? შამოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი. წევი და ახსნეს ხობე და ვსო.
და მოხდა აგერ რაც უნდა მომხდარი იყო. და ეს ვისი ბრალია და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი. მაინც ეგენი რომ მოდიან უსაფრთხოება მაშინ არის დასული და აგერ რომ ბავშვი რომ დეხს ეს ვისი ბრალია. ამაზე გაქვს პასუხი. ამაზე. კი არა აშენებენ და ოცნების ხალხი და ოცნება რა არის? მაგათმა ნახდათ არ იციან. ოცნება ის არის რომ ბავშვი რეაქცია ყურა და ბავშვმა გაიძაბოს, არანაირად დაიხჭოს იქა. ხო და ყურები გამოიპერტყონ, ყურები და მიხედონ ოცნების ხალხს. ვის პასუხისმგებლობას ხედავთ თქვენ ბატონო მომხდარ ვისა? ვისაც და ვიც რომ გააკეთა ეს, ვიც რომ დაშალე. გეტყვით აგერ. რომ აიღეს ეს სახლები დრო მისცეს ვისაც ბინები მისცეს დრო მისცეს 2 დღე მისცეს 3 დღე მისცეს 1 კვირა მისცეს სახლებს დაშლითო თქვენინები თუ არ დაშლითო ჩვენ დაგინგრევთო ზოგმა დაშალა ზოგმა თავისი დაშალა ზოგმა ვერ დაშალა მათ დაანგრიეს ამ ხელა ტერიტორიას რომ შლი უსაფრთხოება ხომ უნდა დაიცვა რატო არ იცავენ ეს უსაფრთხოება ჯერ ის კომპანია რო შემოიყვანეს ჯერ რა ვთქვა პროსტო არ ვიცი რა რაც ხედავთ აგერ რა რაც მოხდა რა კაით რა გასაგებია ასეთი არის განწყობები და ადამიანებს უჭირთ მომხდარი ფაქტის გამო ემოციების კონტროლი შეგიძლიათ გითხრათ უსაფრთხოება რატომ არ იყო ადგილზე დაცული და აგის გამო დამიჭირეს ხალბატონო და წინადღე დამიწერეს ჯარიმა 3000 ლარი თუ 15 არ ვიცი არ მივედის სამართლოს აი ესენი გამოპროტესტე გამგებელს და იმ დღეს მაგ ის მოდის აქ ედვარდ ნაგაშიძე მოდის და იქ არჩევნებს და ტაშუკრავ და მოვიგებთ და მე ვთქვა ვერ მეგე და შევაგინე აი ესენი მაგ გაჩვენებული აქ ტელევიზორში მაგ დადებულება აი ამას რო აკეთებ ბავშვები აქა და აქ უსაფრთხოება და შვილების იმეთქი მე ვძახ და ეს ტელევიზიებშიც არის გასული აი დღეს შედეგი დადვეს ღმერთმა მათ ოჯახებში გვენახოს ასეთი აი როგორც აქ დღეს ყველას ატირებენ მე სიგდილით მოვედი და ზევედი სიგდილით მოვედი ახალი კორპუსების ეზოში უკვე მე რამდენი თვეა კანალიზაციის გუბეებია და თქვენ ითხოვთ უსაფრთხოებას და იქაც არ არის მოწესრიგებული ეზოში გაიტანეს აქ ბების გაიტანეს შებენი გაიტანეს ფული აკეთეს აგერმა გადაღებული და ნახეთ თუ გინდა ფული აკეთეს აქ თუ გადლავანები დატიეს ფული გააკეთეს ფული და შეგრული იყო ყველა დაწყობილი დიდია ჩემი და დაწყობილი ყველა აი ახალი კორპუსების ეზოში კანალიზაციის პრობლემა ისევ არის გუბეები გასა ბავშვები თამაშობენ იქაც შევარდება იქაც არის თავახტილი კანალიზაციებია იქაც ეზოში მომითხარეს და მე ჩემი ხელ დამოავსე მაგის გამო დამიჭირეს მეთქი და გადმოვიდა აქაც ვერა ხალხო ეს ჩემ ეზოში ვემართო აქაც არის მეთქი აგერ მაგ ტელევიზია აი მეზე გადაღებული მეზე გადაღებ აი აჰა გადაღებ და რას მაგ დადებული ერთუ აი გადებული მაგ მოქალაქე ფაქტის ამსახველი ვიდეოს ჩვენებას აპირებს, რადგან აქ ტერიტორიაზე არ არის უსაფრთხოება დაცული. ჩვენ გქონდა რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ ახალი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაცია არის გაუმართავი, გადმოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც არის გუბეები გაჩენილი და ხალხი ითხოვდა დახმარებას რამდენიმე თვის წინ, რადგან ბავშვები ეზოში თამაშობენ და არის საშიშროება იმისა, რომ ამ კანალიზაციის გუბეებში ბავშვები დაიხრჩონ. ხალხი გახედე როგორ აკეთებენ ფულს აი კადრები აი მეც ახლა მივიცე ზოგი ვიდეოით არის ეცა აი აქაური მაჩო ის მეუბნება მათი ლიდერები შენი მუქარა ფეხებზე გიდიათ აი შეღერთ აი ეს შემეზოში ამომითხარეს და დამიწეს ასე შეიძლება მე ჩემი ხელ დამოავსო რაღაცა მომხდარიყო აგერ უყურე და მე მათი წარმომადგენელს რომ მივიდა და აქ რომ ყავდა მათი შიგრიგი აი უყურეს რომ აი ესენი არიან აქ ვის რომ ლიდერობენ ესენი იჯებოდა ესენი აკეთებენ მათი და ფულს ჩვენ აქ 13 წელია ვცხოვრობთ აქ მომხარშეს აქ მომხარშეს ჩვენ აქ 13 წელია ასეთი რამე არ ხდებოდა აგიშენებთ არც მათი აშენებული გვინდა რამე არ გვინდა როგორც მოვიდნენ ისე წავიდნენ აქიდან. ჩვენო მოგეცი თუ და რა ჩვენ თვითონ კიდევ ვაშენებთ აქ ბანაკებს და ვიცხოვრებთ ჩვენ გემოზე და ჩვენ თავს ჩვენ მივხედავთ. წავიდნენ ვაფშე ეს ტრაქტორებიც, ეს ფირმა აქედან წევიდნენ რა. ვის აკისრებს პასუხისმგებლობას ამ მომხდარზე? ვის ვაკისრებ? ვის უნდა დავაკისრო ახლა უყურე. ვის დავაკისრო? ახლა ორი ბავშვი რომ ვის დავაკისრო?
მათი არასწორი შესრულებით, მათი არასწორი დაბიჯების გადადგმელი. არ მომხდა, წავიდე, კაცო, არ გვინდა მათი ბინები. ჩვენ თვითონ რაც დაინგრა აგერ, ხო, რაც დაინგრა, ჩვენ თვითონ ავაშენებ ჩვენ ბანაკებს, დავყოფთ გზებსაც. სკორიც მივა, სასწრაფოც მივა და ასე ვიცხოვრებ და ასე გავაგრძელებ. შეგვეშვან ჩვენ და წევიდენ ძმაო და რაც უშენებიან მათ, რაც აქამდე უშენები წევიდენ და სხვაგან ააშენონ. აქ ვეღარ ააშენები, აქ ჩვენ ხალხი გავნარებ ჩვენ აქ, ჩვენ პასუხს. ხელისუფლება თავს იმით იწონებს, რომ თქვენ გიქმნით ღირსეულ პირობებს გიქმნით. ვაფშე არ მაინტერესებს რა. იმიტომ არ იქცევია სწორედ ჩვენს მიმართულებით. აგერ ჩანს სახეზე. ხო და ჩვენ გვიდა წყნარი ცხოვრება მივხედავ ჩვენ თავს. წავიდნენ ეს ფირმა თუ რაღაცა წავიდნენ აქედან. ჩვენ თვითონ ჩვენი ხარჯებით კიდევ ავაშენებთ აგერ კოტეჯებს, როგორც თავიდან ავაშენებთ და დაგვინგრიეს, ისე ავაშენებთ და კიდე ისე ვიცხოვრებთ წყნარად. და ეს იქნება მართლა ოცნება, რაფერი ოცნება, ის ჩვენ რომ ბავშვები არ დაგვეღუპება. ისე ვიცხოვრებთ ჩვენ, არა თუ მათ რომ გვიშენებენ, და აგერ ბავშვები რომ იღუპებიან. ისეთი შენობა ჩვენ არ გვინდა. ანუ ხობე არაფერი არ იყო მოწყობილი. ჩანს რამე ხობე არის? ხობე როცა ხდება იცი? როცა მთავრობის წევრები მოდიან, მაშინ აკეთებენ ხობეს. საით არის ეს ორმო რა დაგვენახოთ რა? ორმო აქეთ არის მა. დიახ, აი ერთ-ერთი ადგილობრივის მოსაწრება მოისმინეთ თქვენ, ისინი უსაფრთხოებას უსვამენ ხაზს. მოგესალმებით. გითხარით აბა რა გაქვთ სათქმელი? არაფერი რა უნდა მქონდეს, თქვენს ხედავთ რა ხდება აქა და რის გამოთაც ბავშვები დაიხჩენ და ორი ოჯახი გაუბედურდა ამ ტრაგედიის გამომდინარე. ახლა მაგ ბავშვებს მაგ ოჯახს რა უნდა მისცენ ისეთი რომ ეს ტყივილი და ეს ისა შეუმსუბუქო შანსი არ არის მაგათო მილიარდი მისცენ მაგ ტყივილს ვერ შეუმსუბუქებენ და მაგნარი ფუფუნება მაგათ ნახდათ არაფერში აღარ არგიან და დანარჩენი კი ხედავთ ახლა მეტი რა გითხრათ მაგ ტყივილს ვერავინ ვეღარ შეუმსუბუქებს თუ გინდა ოქროებით ბინები აუშენონ მაგათ ახლა ღმერთმა ყველა გაიფარონ მასე მაგლა ღმერთმა ნუკას მე სამი შვილის მამა ვარ და უცებ რაღაცა მომივიდეთ ამ ფერმარკი დაუდევრობით ამ ფერ რაღაცა მომივიდეთ რა უნდა მომწე მაგათ ვარ რომ ის აქვია ტყივილი და ის გამინერო შანსი არ არის ძმა და აქედან გამომდინარე რა ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა რა დასაკებია მადლობა დიახ ვითარება ადგილზე არის ასეთი თქვენ კადრში ხედავთ რომ აი უკვე ხედავ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე არის თუ არ ვცდები ადგილზე მოსული მოგესალმებით ბატონო ირაკლი პირდაპირ ეთერში ვართ რისთვის მოხვედით აქ რა როგორ რასკვირის ანუ რისთვის მოხვედით და რა ინფორმაცია გაგაჩნიათ თქვენ მე რისთვის მოვედი და ხალხს ტრაგედია აქვს და მოვედი რომ გვერდში დავდგე მე ხშირად დავდივარ აქ სხვა დროსაც შეგიძლიათ კითხოთ აქ მაცხოვრებ რას ქვია რისთვის მოვედი ანუ კითხეთ კითხვა დაგისვით რისთვის ახლა რაც ხდეთ თქვენ რისთვის მოხვედი იმისთვის ვარ მეც მოსული რომ ადამიანებს რაღაცა მწუხარებაში გვერდში დავდგე და რა ვიცი რა შემიძლია გავამკნევა აქ მცხოვრებლები პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მცხოვრებლები აგერდგანაც სხვანაირად საუბრობენ ახლა. თქვენი ვერსია რა? ინტერვიუებში აღნიშნეს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე პოლიტიკური ნიშნით რა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. თქვენ აკითხეთ აგერ ახლა რაზე მელაპარაკებით ახლა? პირდაპირ ეთერში ვიყავით ეს კომენტარები გავიდა ბატონო ირაკლი და ამიტომ გეკითხებით, რომ ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული აქ მცხოვრებლები ამბობენ. აქამდე დაინტერესებული ხართ სხვა შემთხვევით? კინახიათ აქაური ცხოვრების პირობები? დიახ. ყოფილა პირადად მინახავს რომ ყოფილან ეს ადამიანები. ყოფილა ჩვენ არ ყოფილვარ? თქვენ მე არ მახსოვხართ. თქვენ არ გახსოვართ, მაგრამ კითხეთ თქვენ. თქვენ პირადად არ მახსოვხართ. რა მე არასდროს არ მინახავ. აი ბატონო ირაკლი გესმით მოქალაქეების მოსაზრება სხვათა შორის ჩვენ რეპორტაჟი მოვამზადეთ ახალი კორპუსების ირგვლივ საკანალიზაციო სისტემა არის გაუმართავი იქ არის წყლის გუბე ერთი წამ ბატონო ირაკლი დამასრულებით ანუ კანალიზაციის გუბეები არის ბატონო ირაკლი და მოქალაქეები საუბრობდნენ რისკებზე საუბრობდნენ რომ კანალიზაციაში ბავშვები ჩავარდნის საშიშროება არის რო იყო ამისთანა გაჭირვების მდგომარეობაში ამ მაგისთანა სიტყვას გაქცევაში ბატონო სხვა რაღაცას კი ნუ გადაგაქვს საუბარი და აი ის ესასი რა უნდა ისაუბრო არსებულ პრობლემაზე ის რას გელაპარაკები და რაც არის იმას გეუბნები რა
ბატონო მე გეუბნებით ბატონო ირაკლი გეუბნებით იმას რომ რამდენიმე თვე ადამიანები საუბრობენ რომ საკანალიზაციო სისტემა არის საკანალიზაციო სისტემა გაჭედილი და ბავშვების ჩავარდნის საშიშროება არსებობდა და ამაზე საუბრობდნენ მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ კი ამბობთ რომ აი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს ვინმე რა ასეთი ცუდი ტრაგედია მოხდა და რა გინდა რომ გითხრა ვერ რა პასუხი გინდა რომ მიიღო ახლა ჩემსგან გამოძიება დაადგენს და მიიღებ შესაბამის პასუხს ხო ახლა რა გინდა ტერიტორია რატომ არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული რა არ იყო მიმდინარეობს გაგდა რითხრილები აქეთ არის მშენებლობა ამას შეხება არ აქვს საერთოდ რა უნდა იყოს შემოსაზღვრული აქ ხალხი ცხოვრობს აქ რა პირობები იყო პირველად გესმით და არ იცით სამშენებლო მოედანი იყო ბატონო ირაკლი და უნდა შემოსაზღვრული აქ შენდება ახალი კორპუსები რომლის პრეზენტაციაც იყო მოქმედება არ არის ჯერ დაწყებული რა უნდა იყოს შემოსაზღვრული შემოისაზღვრება ნახე დაწყებულია იქ რაღაცა და პრეზენტაცია ხომ გამართე არა შეიძლება გაგეთეს შენობა აქა პრეზენტაცია ხომ ბატონო ირაკლი პრეზენტაცია ხომ გაიმართა კაფსულა გაიმართა შეგიძლია ნახოთ რომ არაფერი არ ხდება იქ რა გინდა ახლა ამ ტრაგედიის დროს რა გინდა რომ გითხრა ვერ გავიგე რა მე გეუბნებით იმას რომ პრეზენტაცია გაიმართა ერთი კვირის წინ გაიმართა სამშენებლო მოედანზე შემოვიდა ტექნიკა და დაიწყო მშენებლობა საცხოვრეს აი ასეთ პასუხს ხალხი ამბობს რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული ადგილზე აქ ტრაგედია მომისმინე აქ ხალხი ცუდათა ხალხი გამიხოთ ტრაგედია გვაყადა რაიგე კოდიში ხალხი როგორც ჩანს გამოთქვამენ უბრალოდ აგრესიას გამოხატავენ მე ფიქრობ რომ ის კითხვები დავსვი რა კითხვებიც უნდა დაისვას ახლა რადგან ხალხი ცოტა ხნის წინ ჩემთან პირდაპირ ეთერში აღნიშნავდნენ იმას რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და მე მქონდა შესაძლებლობა რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მეკითხა რატომ არ იყო ეს უსაფრთხოების ნორმები დაცული რადგან ერთი კვირის წინ გაიმართა პრეზენტაცია სამშენებლო მოედანზე შემოვიდა მძიმე ტექნიკა და დაიწყო სამშენებლო პროცესი და სწორედ მე ჩავთვალე პროფესიულად ვალდებულად რომ ეს კითხვები ხალხისგან წამოსული კითხვები დამესვა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამ შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ირაკლი თავდგირიძისთვის თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთი მათგანი ამის გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას და მე ახლა უკვე უპირისპირდებიან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვები შეგეძლოთ ეს ამბავი აგეხტინათ თქვენ ეს ამბავი აგეხტინათ ეს რატო არ უნდა აგეხტინათ რატო ამას თქვენ ვით ეს აიხდენ რატო იცი აქ რომ წესებით აგეხტინათ აქ უსაფრთხოების წესები რომ დაგეცვათ ეს ამბავი არ მოხდებოდა ნაციონალი ხარო რაც ნაციონალი მაინტერესებს არ სოციალურმა მაინტერესებს მე გეუბნებით აგერ რეალობას გეუბნებით უნდა აიხდინოთ აქ რომ აი თქვენ ხედავთ რომ ხალხი უპირისპირდება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მისგან მოითხოვენ კითხვებზე პასუხებს და კითხვები არის სამშენებლო უსაფრთხოებაზე რომელიც არ იყო ადგილზე დაცული უსაფრთხოების წესი თქვენ არ დაიცავთ და შემოგეღობა აი რა ვერ მივხვდა და სათქმელი მაინგეშნებოდა არ შემოგეღობა ამ მაგაზია საუბარი აქ რა პირდაპირ ეთერში ვართ რომ გითხრათ აი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა და ჩათვალა რომ უსაფრთხოებაზე კითხვები არ უნდა დაგვესვა არ ვიცი უბრალოდ ამის შესახებ რა თქვა ნამდვილად უბრალოდ აქამდე უნდა ყოფილიყო ჩემი პირადი აზრი არის რომ ჟესტით უნდა ყოფილიყო აუცილებლად შემოღობილი რა ბატონო უკაცრავად თავისუფალ ტერიტორიაზე ვართ და ოჯახს გაუზიარეთ გავიგეთ ბატონო პანიკას და ინტრიგას ხალხში და რა თემაც არის იმისგან ხარ ძალიან შორს და თქვენ თუ რამე გაინტერესებს პოლიტიკასთან შორს რა არის სულად უნდა გავაკეთოთ რომ ამ კამერებს შევეხოთ გათიშეთ ჩემთვის აქ ახლა აღარ არის უსაფრთხო
მუშაობა, ამიტომ გავდივარ ტერიტორიიდან, ვცდილობ რომ გავიდე ტერიტორიიდან, იმიტომ რომ ხალხი ერთის მხრივ არის გაღიზიანებული მომხდარი ფაქტის გამო და ეს არც არის გასაკვირი პრინციპში, რომ ისინი ამ ტრაგედიის ფონზე ემოციური ფონი აქვთ მათ და სწორედ ამიტომ ვცდილობთ რომ გავეცალოთ ტერიტორიას, რადგან გვესმის მათი ეს მდგომარეობა. თქვენ ადგილზე ხედავთ ასევე აჭარის ეკონომიკის მინისტრი იმყოფება. ბატონო ჯაბა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. უსაფრთხოებაზე მიუთითებენ ადამიანები, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. უსაფრთხოება არ იყო დაცულიო, ბატონო. ბატონო, მოგვახსენეთ თქვენი მიკროფონი. აღარ გიგით, ეს იყო პეტიცია. არავის არ უნდა ვინმე სიკვდილი აქვს. არავის არ უნდა ეს იყო პეტიცია. ხალბატონო, გახსოვთ თქვენ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით უსაფრთხოებაზე ჩემთან ინტერვიუში, მაგალითად ახალი კორპუსის მიმდებარე კანალიზაცია რომ იყო დაზიანებული, თქვენ ამბობთ. მაგრამ სიკვდილი გვინდა? სიკვდილი გვინდოდა? შენ გინდა სიკვდილი ადამიანის? არა, მოდი ჩამას უნდოდა. უკვე საკმარისია რა. ფეხსაც გასვართა და სირცხვილი. აი, ხელისუფლების მომხრეები გამოიყვანეს აქ ადგილზე და ისინი ცდილობენ, რომ მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჩვენ მათთან არ შევდივართ პოლემიკაში და ცდილობთ, რომ მათგან ვიყოთ დისტანცირებული. აი, ახლა თქვენ ადგილზე ხედავთ, ვითარება არის კრიტიკულად დაძაბული. ხელისუფლება როგორც კი მოვიდა ადგილზე, მასთან მოჰყვა მისი მომხრეები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ადგილზე გადაღების შესაძლებლობას არ აძლევენ და ყველა მათგანს ჟურნალისტებს ისინი სიტყვიერად უპირისპირდებიან და ითხოვენ პირდაპირ ეთერების შეწყვეტას. სხვათა შორის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემთან პირდაპირ ეთერში ითხოვდა პირდაპირ ეთერის გათიშვას და ადგილიდან გაყვანას, რამდენიმე თვის წინ ითხოვდა მედიისგან დახმარებასა და შველას. ის ქალბატონი მე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ახალი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო კანალიზაცია გაუმართავი, რის გამოც შექმნილი იყო გუბეები ტერიტორიაზე და იყო იმის საშიშროება, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, დაზიანებულიყვნენ. და ითხოვდა დახმარებას მედიისგან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დღეს განსხვავებული პოზიცია აქვს და ის მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად უპირისპირდება. ვეღარ მივდივართ უკვე ახლო ტერიტორიაზე, რადგან ვითარება არის კრიტიკულად დაძაბული. თქვენ კადრში ხედავთ ერთ-ერთი მედიის წარმომადგენლებს, ისინი სიტყვიერად უპირისპირდებიან და ითხოვენ კამერების გათიშვას. ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდოდნენ აქ, თქვენ ხედავდით ჩვენთან პირდაპირ ეთერში ყველა მათგანი საუბრობდა სამშენებლო უსაფრთხოებაზე და ამბობდნენ იმას, რომ არ იყო დაცული აქ უსაფრთხოება. კრიტიკას გამოთქვამდნენ ხელისუფლების მიმართ და პასუხისმგებლობას უკავშირდებდნენ ხელისუფლებას, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლის შემდგომ მათ მოყვა რამდენიმე აქ ადგილობრივი და ისინი უკვე აგრესიულად გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. და ისინი ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ტრაგედიის ფონზე ვცდილობთ უბრალოდ ქულების დაწერას. ბატონ ჯაბა, პირდაპირ ეთერში ვართ. ვიდრე თქვენ აქ მოხვიდოდით ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები საუბრობდნენ პირდაპირ ეთერებში იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება დაცული. რა შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? მართლაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა სამწუხაროდ. გარდაიცვალა 2 არასრულწლოვანი
ენით აუწერელია მართლა ის ვითარება, რაც გვაქვს. სირცხვილი ამდენი ჟურნალისტები ამდენი გადაღება ეყობა. ხალხი გამწარებული ვარ და ჩვენ ვარ. არა, რა თქვინდა გადაღება ხალხი გამწარებულია ხალხი. გამიგეთ, სერცხვილი მუშაობა. რა ჟურნალისტებია ხალხი გამწარებული. აი ხედავთ ასეთი ვითარება არის ადგილზე რამდენიმე ადამიანი მედიის მიმართ გამოთქვამს უკმაყოფილებას და ისინი გამოირჩევიან აგრესიით. უნდა აღინიშნოს, რომ ის რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების წარმომადგენლების ირგვლივ არიან და ცდილობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჟურნალისტები არ მიუახლოვდეთ და კითხვები არ დავუსვათ. ჩვენ უკვე აღარ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დავსვათ შეკითხვები სამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან რამდენიმე აგრესიულად განწყობილი ადამიანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიახლოების შესაძლებლობას და კითხვების დასმის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას არ გვაძლევენ. მარინა ბერიძეს ვხედავ აქ ოცნების ქალაქის ლიდერს და მას დავუსვამ კითხვებს. ქალბატონო მარინა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ, რა შეგიძლიათ უბრალოდ გითხრათ ამ ფაქტთან დაკავშირებით? ძალიან განადგურებული ვარ და დარდობ იმ ორ ოჯახში როგორ უნდა მივიდე. მშობლების ძალიან მტკივა, რაფერ შევხედავ თვალებში არ ვიცი. თქვენი თანაქალაქელები აქ საუბრობდნენ იმაზე, როცა მოვედით ადგილზე, რომ სამშენებლო უსაფრთხოება არ იყო დაცული და შემოსაზღვრული არ იყო ტერიტორია. თუ გქონდათ თქვენ აქ მცხოვრებლებს მიმართვა მშენებელ კომპანიასთან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან? კომპანიასთან როგორც კი გააფორმეს ხელშეკრულებები, როგორც მე ვიცი, უკვე დაიწყეს საქმე. უნდა ხვალიდან დაეწეს შემოღება, მე ესე ვიცი. მანამდე არ იყო დაცული, ხომ ეს ადგილი? მანამდე არ იყო, უბრალოდ არ გადასულა დროულად ბინა მიღებულებს, ყველას არ დაუცლია ტერიტორია. და უფლებაც არ აქვს მთავრობას, რომ მაცხოვრებელს ძალით გამოასახლოს. ელოდება, რომ თავისინებით გადავიდნენ ბინაში და დატოვონ თავიანთი ბარაკები, რომ დაიშალოს. რა ვიცი. ხო, მაგრამ სამშენებლო მოედანი არის უკვე ერთი კვირა, ფაქტობრივად აქ დაიწყო უკვე სამუშაოები, კორპუსების მშენებლობის პროცესი და უნდა იყოს, მანამდე უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. გააქვთ ტერიტორიაზე ჯერ ნაგავი გაქონდათ. ახლა ჯერ ფუნდამენტი არ ჩაუყრიათ და არაფერი. ჯერ აზომვითი სამუშაოები დაიწყეს, ახლა დანარჩენი რა ვიცი. და აქ ტერიტორიაზე, აქ სადაც გათავისუფლებული, აქ არავინ არ ცხოვრობდა, იქეთ ცხოვრობენ და ახლა ის ბავშვები ეთყობა თამაშობდნენ და ის ორმო, სადაც იყო, ეს არის რუსების დროინდელი ორმო, რომელზეც სინკარი ყოფილა დაფარებული და ეთყობა ტრაქტორის გაწეული სინკარით დაგროვილ წყალში ჩავარდნენ ახლა პატარა ბავშვები, რა ვიცი. გასაგებია, მადლობა. მარინა ბერიძეს უსმენდით, ოცნების ქალაქის ლიდერს და მან ისაუბრა აქ განვითარებულ მოვლენებზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქში, სადაც დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა ეს შემთხვევა. თხრილში ჩავარდა 2 ბავშვი, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და ისინი ამ დროისთვის არიან სამედიცინო დაწესებულებაში. და მე ამ წუთებში უნდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა უკვე სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. 2 ბავშვი, რომელიც ჩავარდა თხრილში და რომლებიც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს და 2-ვე მათგანი დაიღუპა.
ეს არის ის ადგილი, სადაც ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. თქვენ ადგილზე ხედავთ, რომ ექსპერტ კრიმინალისტები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. ჩვენ მაქსიმალურად ყველა უწყება არის მობილიზებული, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საკითხის მოკვლევა და როგორც კი იქნება უფრო რამე დეტალები აუცილებლად რაც შეეხება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სამშენებლო მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით ამ სადაც შენებლობა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს და თქვენ იცით, რომ პრინციპში უკვე იყო გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, რაც შეეხება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ არის მცდელობა სხვადასხვა განსაკუთრებულად პრესის წარმომადგენლებისგან რაღაც შეიტანონ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ რას გულისხმობთ ბატონო აქ ადამიანები ამბობენ რომ საკუთრებია ადამიანებთან ზუსტად ჩვენი წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი სხვა ყველა უწყება არის ჩართული და კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს, იმიტომ რომ მოიხსენებათ საკმაოდ ესეთი ფონია, მოსახლეობა და პრინციპში ყველანი ძალიან განვიცდით და რაღაც სხვადასხვა სპეკულაციები ამ საკითხთან რატომ დაშალეს ეს ბარეკები რატო დაშალეს სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნილი რატომ ისრულდეს რაც შეეხება ზოგადად ტერიტორიას მინდა აღვნიშნო რომ გარდა სამშენებლო ტერიტორიისა, აგრეთვე ჩვენ იმ პრინციპების და პრინციპში უშუალოდ ოცნების ქალაქის მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა არასამთავრობოების ჩვენი კომისიის გადაწყვეტილებით გარდა სამშენებლო ტერიტორიისა ჩვენ აგრეთვე ქონდა რიგი მოქალაქეები, რომლებიც ოცნების ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამ შენობა ნაგებობებში და მოხდა ესე რომ ვთქვათ ამ კრიტერიუმების მოქალაქეების უკვე განთავსება პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და მოხდა იმ ბარაკების და შენობა ნაგებობების დემონტაჟი და შესაბამისად, ანუ ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, თლიანად კონკრეტულად პასუხა, ამაზე მეტი კონკრეტულად რა გიპასუხო რომ შენ დამშვიდი. მოქალაქეს ასე უნდა ესაუბრებოდე, ბატონო ჯაბა, ბატონო მოქალაქე. დამშვიდით. ეხლა მნიშვნელოვანია რომ დამშვიდით. შეკითხვა დაგისვათ მოქალაქეს არ აქვს ამის. კი, რა თქმა უნდა დამშვიდით, რომ ისრების სხვა მიმართულებით გადაგაქვთ ბატონო ჯაბა. სამშენებლო უსაფრთხოებაზე არის კითხვა. ესეთი ფონია და თქვენ ხედავთ მათ შორის განსაკუთრებულად თქვენი პრესის წარმომადგენლებიდან და განსაკუთრებულად დამშვიდით ყველა დამშვიდით ნუ შეხვალთ დამშვიდეთ ყველა დამშვიდეთ ძალიან გთხოვთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთხელ და სამუდამოდ ის სპეკულაციები რასაც სხვათა შორის თქვენ ცდილობთ სხვადასხვა პირები ცდილობენ რაღაცა აქ აჟიტირება შემოიტანონ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ გთხოვთ დამშვიდეთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია ჩვენ უშუალოდ ოცნების ქალაქის დასახლებაში განვახორციელეთ სამშენებლო ტერიტორიის გარდა სხვა ესე რომ ვთქვათ შენობა ნაგებობების და ეს მოქალაქეები განთავსებულები არიან უკვე შესაბამისად მათზე გადაცემულ ბინებში და სხვადასხვა ესეთი შენობა ნაგებობა მთლიანი ოცნების ქალაქის დასახლების ტერიტორიაზე არის დანგრეული. კერძო საკუთრება იყო, ანუ ეს გამოდის თუ კი ეს არისო, ანუ ვისეკოთვის თლიანი მინდა აღვნიშნო ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თლიანი ოცნების ქალაქის ტერიტორია ეკუთვნის რა თქმა უნდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს
მთლიანი დასახლება საუბარი არის როგორც პირველი ეტაპის დასრულების შედეგად 582 ბინა, აგრეთვე მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორია და აგრეთვე მთლიანით გარდა სამშენებლო ტერიტორიისა, აგრეთვე სხვა, ესე რომ ვთქვა, ტერიტორია, სადაც დღეს ჯერ კიდევ განთავსებულია შენობა ნაგებობები. მოქალაქეებს რო უპასუხოთ. მუშაობდა ტრაქტორები. შემოღობილი არ არის ტერიტორია და ტრაქტორები რატომ მუშაობს? ტრაქტორები რატომ მუშაობს შენებლობა რომ მიმდინარეობს? შემოღობილი არ არის. წინა სამშენებლო სამუშაოები. წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოგეხსენება, დასრულდა ტენდერი, მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. იმიტომ მუშაობს ტრაქტორები, იმიტომ მუშაობენ, როდის მიხარ? ლენტი სად არის? ეხლა რო დაიღუპა ბავშვები, მაშინ შემოვარტყეს ლენტი. მანამდე სად იყო? მანამდე სად იყო? იმ ხელა ორმორო იყო იქ. მანამდე სად იყო ლენტი? და იმ ხელა ორმორო იყო. დამშვიდი ეს ლენტი არ არის ბავშვი დაიღუპა. ის ბავშვი ხო და ორი ბავშვი რო დაიღუპა თქვენ უნდა იცოდეთ. ჩემი ბადიშია, მე გავწევ ეს სადაც ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ სპეკულაციები ახლა რასაც თქვენ ცდილობთ. თქვენ რასაც ცდილობთ. ჩვენ ცდილობთ კიდევ სპეკულაცია. მეგობა, თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შენებლობა ჯერ არ არის დაწყებული, მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე და ამის მოსწორებითი მოსამზადებელი არა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და სპეკულირებთ ახლა თქვენ არასწორად. აი ზუსტად მაგის რომ დასრულდა ტენდერი, ვიწყებ სამშენებლო სამუშაოებს და სანამ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებ, მანამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოები. კი, დაიწყო და კი, მე და რა გინდა მაგით თქვა ეს არის არა ერთი წამით ნუ სპეკულირებთ კიდე ერთხელ გეუბნებით თქვენ განსაკუთრებულად ნუ სპეკულირებთ ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია რომ ყველა მშვიდობა შევინარჩუნოთ არა პირიქით თქვენ და თქვენ არ გაძლევთ იმის საშუალებას და არ ვაპირებ ახლა თქვენთან რაღაც კამათი გავმართო ახლა კიდე ერთხელ გეუბნებით რომ დამშვიდით ვინ უნდა იყოს უსაფრთხოებულია და დამშვიდით კიდე ერთხელ გეუბნებით თქვენ ვიდრე ხელისუფლების სამუშაო ტერიტორიაში გესმით? უკასრავად. სამუშაო ტერიტორიაში თუ არ შედის, რატო გადაცი? რატო გადაცი ციტარი? გეხვეწეთ. ხოთ რომ წაბზად, სხვა რამე არ მოხდეს მეთქიმა. ხოთ რომ შებრუნდეთ ასე შებრუნდეთ. ძინდადი ასე შებრუნდით ხო? და წაბზადეთ. უკაცრავად რასაკეთეთ? ბატონო რასაკეთეთ? უკაცრავად რასაკეთეთ? მაშორეთ ეს ხალხი გამწარებული ადამიანები. გავიგეთ, ქალბატონო. ამ კითხვებს ორი ადამიანი არის ჩვენს მიმართ განწყობილი, ნეგატიურად ხვები ითხოვენ კითხვებზე პასუხებს. ხალხი ჩვენ გვთხოვს რომ ხელისუფლებას დავუსვათ კითხვები, ქალბატონო, რისთვის ვართ აქ? მხოლოდ ორი ადამიანი გამოხატავს აგრესია ჩვენს მიმართ და მთელი დღის აი რაც თქვენ აქ ხართ მოსულები, მთელი თავრობის წარმომადგენლები თქვენ კითხვებზე პასუხებს სცემენ. და იწვევთ იმ ადამიანებთან აი ისეთ სიტუაციას, ვინც გამწარებულებია ძალიან რთულ სიტუაციაში და თქვენ უშლით ამ ნერვებს. ეს კითხვები თქვენგან მოდის, რომ სამშენებლო უსაფრთხოებაზე ითხოვთ პასუხებს. რაზეც პასუხი, გასაცემი თავს არიდებენ და რა. რატომ არიდებენ თქვენ? რატო არიდებენ და ალბათ არ სურთ რომ რეალობას თვალი გაუსწორონ. მე რა შეგითხვა მაქვს, ადამიანი ამბობს რომ აქ არ არის შენებლობა დაწყებულიო და მაშინ რასაკეთებენ აქ? ვის უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ამაზე პასუხი? როდის გაითხარა ეს ხელები? დაახლოებით 1-2 დღის. აი 2 დღისა, აი 2012 წლიდან მომწია მაიორი. ეს შენებლობა, მე ვფიქრობ რომ ეს არის შენებლობა, მათ გახსნეს ისე რომ მე ვსაუბრობ რეალობაზე. გაგცემთ პასუხს. თქვენი აზრით ასე რატომ არის განსხვავებული აზრები აქ? მას შემდეგ რაც ხელისუფლება მოვიდა, რამდენიმე ადამიანი მოყვა, ვინც მედიას უპირისპირდება. უპირისპირდება ეს ალბათ პირადი ინტერესია, მე ასე ვიგებ. აგრესია.
აი გამოხონიყავა ჩვენი ნახევარწერი ხალხი და იმათ არაბაგებდა ის. აქ რა შუაშია ოცნება, ნაციონალი კოცი. რომელ წელს ამოწყრი ის ნახეთ. მაგას მიშელობა ვინდა სამბოს. მე აი ცდილობენ ის ადამიანები რომლებიც კითხვებს უსვამენ და საუბრობენ პრობლემაზე ღიას ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. ბატონო, მოდით გითხარით, აბა თქვენ რა კითხვები გაქვთ? მისემ კითხვა. ანუ ხელისუფლება სამშენებლო უსაფრთხოებაზე რატომ არ სცემს კითხვებზე პასუხს თქვენი აზრით? ანუ ამოვით მე ერთი გზახიან, წამოვით. მოქალაქე მოსაძრებ. მოხსენთ იმის საშუალებას ბატალებში გავარკვიოთ რა ხდება? მოხდა, ციო, აღარა. ვისა პასუხისგებლობა მოთხოვეთ მთავრობას. ხოდა მთავრობას მოთხოვეთ, ძმაო. პატარა მცირეწლოვანი დაიღუპა? всё, აღარა ამას მნიშვნელობა. ადამიანები არ ვარ, ჩვენ არ განთავებული საკითხია, დეტალებში ყველაფერი გავა. ჩანი რა მაი, ჩანი რა მე არის მაი, კაცი. ვინც ალბო გედეშტოლა ახლა. აი შენ მთავრობას კი არ მოკითხონ, ტელევიზია მიჩალიჩოს ისტორია. ჩვენი პრობლემა გვეყოფა აქ მცხოვრებს. და დამთავრებული საკითხი არ უნდა. ორი სიკვდილი გქონდა დასახლებაში და ამარ გვიდა გადანელები და ჩვენ შენი ტკივილი გვაქვს. დეტალებში მოყოლა არა ამას საჭირო. არავის არ უნდა და სიკვდილი. და ყველა დედა ტრაგედია არავის არ უხარია ხო? აიღო ხო უკვე აიღეს რეკლამები ახლა. ძალიან ცუდადაც გაშუქებულა რეკას მთელი მემლეკეთი. ჯერ ბინებში ჩავარდნა, ბინებში არ ჩავარდნა კაცო. არც ორმოში ჩავარდნა, ბინების და არც არაფერი. ჩავარდა აგერ იყო ორმო. აი თქვენ ხედავთ პათმელების ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ ხელი დაარტყა კამერაზე და გადაღების შეწყვეტა ითხოვა მან. უნდა აღინიშნოს ის, რომ ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდოდნენ აქ, ადამიანები საუბრობდნენ სამშენებლო უსაფრთხოებაზე და ამბობდნენ იმას, რომ არ იყო ეს დაცული სამშენებლო უსაფრთხოება, არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს თან მოყვნენ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ცდილობენ რომ კითხვები არ დავსვათ მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოირჩევიან აგრესიით და ცდილობენ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ მივიდეთ ახლოს. ისინი ალყაში არიან, ასე ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ხალხის ალყაშია და ხალხი ცდილობს რომ უпроსტად რამდენიმე ადამიანი ცდილობს რომ არ მიუახლოვდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არ დავსვათ კითხვები და თუ გვექნება მცდელობა, ისინი აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასეთი არის ახლა ვითარება ბათუმში, კერძოდ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამ საღამოს სამშენებლო მოედანზე თხრილში ჩავარდა ორი მოზარდი, რომლებიც მოგვიანებით უგონო მდგომარეობაში ნახეს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს, ორივე მათგანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენელს აქ მოყვა, ცდილობენ, რომ მედია საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინონ. ისინი წარმოაჩენენ იმას, ისე ყველაფერს, რომ თითქოს მედიას ეს ყველაფერი უხარია და ტრაგედიის ფონზე მედია ცდილობს, რომ მოვლენები არარეალურ ვითარებაში გადასცეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თავდაპირველად თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენთ იმას, რომ ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამდა
სამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად საუბრობდნენ და ხელისუფლების მიმართ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ხელისუფლება ადგილზე მოვიდა, რამდენიმე ადამიანი თანხმობრივი პირი უკვე ცდილობდა, რომ კითხვები არ დაგვესვა სამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი დაგვებრალებინა უბრალოდ ერთ რიგით ტრაგედიასთან დაგვეკავშირებინა. ცოტა ხნის წინ თქვენ მოისმინეთ, რომ ის ვინც სამშენებლო უსაფრთხოებაზე საუბრობდა და ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, ტერიტორიიდან ძალდატანებით გაყავდათ და ცდილობდნენ იმ ადამიანების გაჩუმებას, რომლებიც ამაზე ღიად და ხმამაღლა საუბრობდნენ, მათ შორის მედიას არ აძლევდნენ შესაძლებლობას იმისა, რომ აქ ადამიანების კრიტიკული აზრები პირდაპირ ეთერში გადაეცა და თქვენ ეს ნაცვლად დაინახეთ, თუ როგორ გაყავდათ ის ადამიანები ტერიტორიიდან, რომლებიც ცდილობდნენ მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ესაუბრათ სამშენებლო უსაფრთხოებაზე, რომელიც აქ არ იყო დაცული. ეს არის ადგილი, თქვენ კადრში ხედავთ, ტერიტორიას შემოსაზღვრული არის ახლა საპოლიციო ლენტით, ყვითელი ლენტით, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. იმ ტერიტორიაზე თქვენ კადრში ხედავთ არის თხრილი, სადაც ორი ბავშვი ჩავარდა და ისინი სამწუხაროდ გარდაიცვალნენ სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩვენ ცხადია ხელისუფლებას დავუსვით კითხვები, უბრალოდ ქონდა მცდელობა იმისა, რომ გვეკითხა თუ რატომ არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება დაცული, თუმცა თქვენ როგორც პირდაპირ ეთერში მოისმინეთ, კითხვებს არ პასუხობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელმაც მედია დაადანაშაულა იმაში, რომ ამ თემით სპეკულირებს მედია და სინამდვილეში ეს ყველაფერი არ უკავშირდებოდა სამშენებლო უსაფრთხოებას. უნდა აღინიშნოს ის, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს, აგრესიით გამოირჩეოდნენ ონლაინ მედია ბათუმელებისა და აჭარა თაიმსის გადამღები ჯგუფების მიმართ და ჩვენ ორ მედია საშუალებას ხელისუფლების მომხრე ადამიანები ცდილობდნენ, რომ ადგილიდან ძალის გამოყენებით გავიყვანეთ. თქვენ პირდაპირ ეთერშიც დაინახეთ, რომ ისინი ძალდატანებით ცდილობდნენ, რომ კამერები, ასე ვთქვათ, გაეთიშათ და ჩვენ პირდაპირ ეთერში არ ქონოდა შესაძლებლობა ინფორმაციის გადაცემის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებამ დაახლოებით 1 კვირის წინ პრეზენტაცია გამართა. იყვნენ მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრიც და ოფიციალურ პრეზენტაციაზე კაფსულა ჩააგდეს, რითაც დაიწყო სამშენებლო პროცესი. ყოველი შემთხვევისთვის ანონსი ასეთი იყო ხელისუფლების მიერ გავრცელებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პრეზენტაციაზე არ იყო მიწვეული ის მედია საშუალებები, რომლებიც კითხვებს სვამენ და ესეც არის სხვათა შორის ნიშანდობლივი გარემოება, როცა ასეთ მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე მედიას არ ატყობინებს ხელისუფლება. ცხადია მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ცდილობს იმ მედია საშუალებების დისკრედიტაციას, ასევე მის უგულვებელ ყოფას, რადგან ჩვენ ვსვამთ კითხვებს და ზუსტად ეს კითხვები დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ ხელისუფლებას საჯარო შეხვედრებზე ჩვენ არ გვეძახის. შესაბამისად ამ პრეზენტაციაზე არ ვიყავით, თუმცა მათ მიერ გავრცელებული კადრებითა და ინფორმაციით ირკვეოდა ის, რომ აქ დაიწყო ოცნების ქალაქის სამშენებლო პროცესის მეორე ეტაპი.
თხრილში ჩავარდნილი ბავშვები უგონო მდგომარეობაში აქ მცხოვრებლებმა ამოიყვანეს, როგორც ისინი ამბობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ურეკავდნენ, თუმცა არ მოვიდა ადგილზე სამედიცინო დახმარება დროულად და სწორედ ამიტომ თვითდინების მეთოდით, ანუ საკუთარი ტრანსპორტით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში მოზარდები. ერთი იყო მოთავსებული კლინიკა მედინაში, ხოლო მეორე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდების გადარჩენა ვერ შეძლეს. აი ასეთი არის ვითარება ახლა ამ დროისთვის. თქვენ მოისმინეთ ცოტა ხნის წინ აქ ადგილობრივების კომენტარები, მათი დიდი ნაწილი უსაფრთხოების არ დაცვეს გარემოებაზე საუბრობენ და ამბობენ იმას, რომ სამშენებლო მოედანი არ იყო შემოსაზღვრული, არ იყო დაცული და ტერიტორიაზე ბავშვებს გადაადგილება შეეძლოთ უპრობლემოდ და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ტრაგედია. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ აქ, აჭარის მთავრობის წარმომადგენელს მოყვა რამდენიმე ადგილობრივი აქ მცხოვრები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კითხვა არ დაგვესვა, ასე ვთქვათ, ალყაში მოაქციეს ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენიმე ადგილობრივმა და ცდილობდნენ მათთვის კითხვები არ დაგვესვა სამშენებლო უსაფრთხოებაზე. სხვათა შორის თქვენ ამას პირდაპირ ეთერშიც ხედავდით, მოქალაქეები, რამდენიმე მოქალაქე, ვინც კითხვას სვამდა სამშენებლო უსაფრთხოებაზე მინისტრის მიმართ, ის ძალდატანებით ტერიტორიიდან გაყავდათ და ცდილობდნენ, რომ ასე ჩაეხშოთ კრიტიკული აზრი და განსხვავებული კითხვა და ისიც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ ის რამდენიმე ადამიანი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქ მოყვა, ორი მედია საშუალების მიმართ იყო, ასე ვთქვათ, აგრესიულად გამოირჩეოდნენ ისინი, აჭარა თაიმსისა და ონლაინ მედია ბათუმელების მიმართ ისინი გამოხატავდნენ აგრესიას და ამბობდნენ, რომ ჩვენ ფაქტებს გადავცემთ არაობიექტურად, თუმცა თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს, თუ რა განცხადებები კეთდებოდა აქ მცხოვრებლების მიმართ. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს გარემოება დაუკავშიროს იმას, რომ მედია საშუალებები ცდილობენ ტრაგედიით, ასე ვთქვათ, მანიპულირებას და ტრაგედიით ცდილობენ, რომ მათივე თქმით, ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკური ქულები დავიწეროთ, რითაც ჯაბა ფუტკარაძემ თავი დაიძვირინა რეალური კითხვებისგან და მან არ უპასუხა იმ კითხვებს, რა კითხვებიც ახლა არსებობს და ახლა არის ეს კითხვები რელევანტური, თუმცა როგორც ჩანს, ჯაბა ფუტკარაძე ამ მეთოდით და ამ ტაქტიკით ცდილობს, რომ მთავარი კითხვები დატოვოს უპასუხოდ. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და პოლიცია იმყოფება, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. სავარაუდოდ ამ დროისთვის ცხედრები უკვე გადასვენებული იქნება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზისთვის. ჩვენ უკვე მათ შორის მე ადგილზე ხალხთან მიახლოების უფრო სწორად ხალხთან მიახლოებას უკვე აღარ გეგმავ, რადგან ჩემი უსაფრთხოება არ არის დაცული, რადგან რამდენიმე ადამიანი აჭარა თაიმსის მიმართ, ასევე ბათუმელების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან
და ისინი გვადანაშაულებენ იმაში თითქოს მოვლენებს არაობიექტურად გადავცემთ. და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებების მიღმა, ასეთი განცხადებების მქონე ადამიანების მიღმა დგას ხელისუფლებამ და ხელისუფლება არ რეაგირებს იმაზე, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ არის აგრესია რამდენიმე მოქალაქის მიმართ. სხვათა შორის პირდაპირ ეთერში ხედავდით იმას, რომ ბათუმელების ჟურნალის ტელეფონზე ხელი დაარტყეს და გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ფაქტზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. აი ასეთი არის ახლა ვითარება ადგილზე, ამ დროისთვის არის სიმშვიდე, თქვენ ადგილზე ხედავთ, რომ იმყოფებიან აქ მცხოვრებლები, მათ შორის პოლიციელები არიან, აი იქეთ არის უკვე ხელისუფლება ხალხის ალყაში და არის სიმშვიდე. როგორც ჩანს, ხალხს ხელისუფლების მიმართ არ აქვს კითხვები უკვე სამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს კომენტარს და მოდით მოვუსმინოთ. ძალიან გვიჭერს ისე როგორც თქვენ ადამიანებთან აქ კომუნიკაცია გასაგები მიზეზების გამო. თქვენ გქონდათ ამის საშუალება? ეხლა ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან აღშფოთებული, ძალიან შეწუხებული და ძალიან დამწუხრებულია. ყველანაირი კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთან და ყველანაირად გვერდში დაუდგებით, ვცდილობთ მათ რაც საჭიროება იქნებათ, რა საშუალებაც იქნება, მაქსიმალურად დაუდგებით გვერდში. აქაც ვცდილობთ, რომ ეხლა როგორც ვითარება დავამშვიდოთ და რავის დაველაპარაკოთ უფრო მოსახლეობას. ბატონო ირაკლი, ემოციური ფონი თქვენი აზრით რას უკავშირდება? ანუ ჩვენ აქ მოვისმინეთ როგორც კითხვები, ასევე ამ კითხვებმაც გააღიზიანათ, თქვენ შეგიძლიათ გითხრათ? ხო, ახლა ადამიანებს გააღიზიანათ, იმიტომ რომ ესეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და აქ არ შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და კითხვებმა გააღიზიანათ ზედმეტად კითხვებმა, მე ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა აქ. დანარჩენი ახლა კი ხედავთ, რომ დამშვიდდა ხალხი და რაღაცა პატარა-პატარა ლოკალურ ადგილებზე არიან საუბრობენ და ვცდილობთ, რომ მათაც გავისაუბროთ და ძირითადად ჩვენი მიზანი არის აქ ოჯახს დაუდგეთ გვერდით. ბატონო ირაკლი, ისინი საუბრობენ და აპელირებენ იმაზე, რომ სამშენებლო უსაფრთხოება არ იყო ადგილზე დაცული. პოლიტიკური განცხადებებისგან თავ შევიკავებ, ხა მიმდინარეობს პოლიტიკა რა შუაშია სამშენებლო უსაფრთხოება. მიმდინარეობს ხა უსაფრთხოება, სამშენებლო უსაფრთხოებაზე რა პასუხი გინდათ გითხრათ? ის რომ ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და ბავშვები ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდნენ. რა ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული? სამშენებლო მოედანი. სამშენებლო მოედანი არ არის ეს. არ არის ეს სამშენებლო მოედანი. არ არის ეს. შეგიძლიათ გადაიღოთ, აიღოთ კადრები. ბატონო ირაკლი, თქვენს რომ სამშენებლო უსაფრთხოება არ იყო დაცული. ხედავთ საჯარო მოხელე როგორ მაყენებთ შეურაცხყოფას და თქვენ ამაზე არ გაქვთ. ხალხი არის აქ შფოთებული კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ ძალიან გთხოვ შევიკავ ჩვენ პირველ რიგში მე მოუწოდებ ყველას რომ დამშვიდეს და ოჯახს ჭირდება ეხა გვერდით დგომა, რასაც ვაკეთებ და იმიტომ დგავარ.
მესმის თქვენი კითხვებით ბატონო სულხანდაკ პასუხობთ, რომ ეხა ამ ეტაპზე რაღაცა განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. ტერიტორია რატომ არ იყო შემოსაზღვრული? ეს არის მთავარი კითხვა. აქ სამშენებლო ორმული ეხა ჩვეულებრივ ტერიტორიაზე არ არის. იქ დაშალეს ბარაკები, ბარაკული ტიპის სახლები იყო, დაშალეს და იწყებოდა სამშენებლო ადგენს და აუცილებლად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებებს. მე ახლა არ შემიძლია გამოძიება რა უნდა დაადგინოს, რატო არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება დაცული? ყველაფერს დიახ, თუ არა ვინმეს დანაშაული არის, აუცილებლად დაისჯება. სამშენებლო პროცესი რატომ დაიწყო ისე, ვიდრე არ იყო შემოსაზღვრული? სამშენებლო პროცესი არ არის იქ დაწყებული, იქ ადგილზე არანაირი სამშენებლო ტექნიკა იყო შემოსული და ბარაკები დაშალესო, ხალხი ამბობს, რომ სამშენებლო მომზადებაა დაწყებული. ბარაკები დაშალესო, ხალხი ამას ამბობს. რატომ დაშალეს თუ აქ მშენებლობა არ უნდა დაწყდეს? ვინც მიიღო სახლი, თვითონ ინდივიდუალურად მაცხოვრებლები შლიდნენ ამ სახლებს. ჩვენ თვითონ ვეხმარებოდით და შლიდნენ მაცხოვრებლები. ვინ დაშალე ხა, ვინმე მოვა და იტყვის, რომ ვინმე მოვიდა და აქ სახლი დაუნგრია? არა, ისინი ამბობდნენ, რომ ტერიტორია არ შემოისაზღვრა თავის დროზე პრეზენტაციის მესმის ადამიანები არიან აღშფოთებული და ძალიან მძიმე მდგომარეობა. მეც ვერაფერ განცხადებას მაგასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. არის ექსპერტიზა შესაბამის სამსახურები, რომლებიც დაადგენენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს დანაშაული არის, აუცილებლად აგებს პასუხს. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. და ვის გასაგებია ეს იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი მოსაზრება, თუმცა ის არ პასუხობს მთავარ კითხვას, ეს არის სამშენებლო უსაფრთხოება, რომელიც არ იყო აქ დაცული ადგილზე და რაზეც საუბრობენ აქ ადგილობრივები, თუმცა როცა სამშენებლო უსაფრთხოებაზე კითხვებს, ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და ცდილობენ, რომ ამ კითხვებს პასუხები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თავი აარიდონ. ძალიან ბევრი ხალხია და დაუდგეთ გავამხნევოთ არა უკვე თან პროვოკაციებს ყველამ დამშვიდეთ და ემოციები ახლა ძალიან ძლიერ მდგომარეობა ტელევიზიებში თქვენო წავიდნენ ხან ერთს გაიყვანენ, ხან მეორეს გაიყვანენ და ჩვენთვის აი თქვენ ხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ ეს მომხდარი არის მედია საშუალებების ბრალი და ჟურნალისტები ცდილობენ, რომ ამ